გენერალ პოლკოვნიკო, საპატიო ყარაული თქვენ საპატიო დაწყობილია. ყარაულის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი ბერელი. способствует тому, что братская страна, грузинский народ, что у вас очень хороший посол. Да, очень красиво, потом природа, как я люблю грузинскую кухню. Посмотрите, насколько ჩვენ ქვეყნებს აკავშირებს სტრატეგიული ურთიერთობა და მნიშვნელოვანია რომ ეს ურთიერთობა, რომელიც ჩამოყალიბდა როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე სამმხრივ ურთიერთობის ფორმატში, გაძლიერდეს მომავალშიც ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების და მშვიდობის უზრუნველყოფისათვის იმ სტრატეგიული პროექტების განხორციელებისათვის, რომელიც ჩვენმა ქვეყნებმა დაისახა მიზნად, ჩვენ ხვალ ბათუმში გვექნება ასევე შესაძლებლობა თურქეთის თავდაცვის მინისტრთან ერთად უკვე სამმხრივ ფორმატში განვიხილოთ ჩვენი თანამშრომლობის საკითხები. მინდა ვთქვა, რომ ამ თანამშრომლობის დინამიკა არის ძალიან პოზიტიური და მზარდი. წელს ჩვენ გვექნება ერთობლივი წვრთნები, სულ რაღაც 2 კვირაში სპეციალური ოპერაციული ძალები, როგორც საქართველოსი, ისე აზერბაიჯანის და თურქეთის ჩაატარებენ ერთობლივ წვრთნებს. სექტემბერში გვექნება ასევე საშტაბო კომპიუტერული სწავლებები. ჩვენ გავაფართოვეთ ასევე ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატი სხვადასხვა სფეროში, ასე რომ დინამიკა არის ძალიან პოზიტიური და მზარდი, მივესალმები და ბუნებრივია მომავალშიც ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერებას. სურს წინასწარ მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე. საქართველოს ქართულ ხალხს ბედნიერებასა და განვითარებას უსურვებ. ამ სურვილთაგან უმთავრესი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. ჩემს კოლეგასთან ერთად მნიშვნელოვან საკითხებს შევეხეთ. ორივე მხარემ აღნიშნეთ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა მხარდაჭერილია და ეს მხარდაჭერა ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებშიც მუდამ ფიქსირდება. ჩვენ სამხედრო სფეროში თანამშრომლობის დიდი პოტენციალი გაგვაჩნია. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა ეს ყოველივე. მივესალმები და მხარს უჭერ ყველა ამ ინიციატივას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა უფრო სწრაფად განვითარდება. ხვალ დაგეგმილია შეხვედრა სამმხრივ ფორმატში და თანამშრომლობის საკითხების განხილვა. სამმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენი ქვეყნების შეიარაღებული ძალების განვითარებას ვუზრუნველყოფთ. კიდევ ერთხელ მოგახსენებთ მადლობას ასეთი გულწრფელი მიღებისთვის და გიწევთ აზერბაიჯანში.